დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. ჩვენ დრასაკურველია ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე. ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორც ინსტრუმენტზე და არა თვითმიზანზე. იმ ინსტრუმენტზე, რომელიც ადამიანის თვითრეალიზაციისთვის არის გადამწყვეტი და იმ ინსტრუმენტზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ცხოვრების ხარისხს. და მოდით სწორედ ამ ლოგიკას გავყვეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და ადამიანის სიცოცხლეზე, მაშინ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ, არის დღეგრძელობა. დიახ, სწორედ დღეგრძელობა, როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის შედეგი, დღეგრძელობა, როგორც ადამიანის სრულყოფილი განვითარების შედეგი, დღეგრძელობა, როგორც პიროვნების რეალიზაციის შედეგი. წარმოუდგენელია დღევანდელი მედიცინის მონაცემებით უბრალოდ ხანგრძლივ სიცოცხლეზე საუბარი, თუ არ გავითვალისწინებთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი. და სწორედ დღეგრძელობა და ცხოვრების ხარისხი ერთდროულად ქმნის იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ადამიანზე, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებაზე და ამით გამოვხატოთ ჩვენი ზრუნვა მის სიცოცხლეზე, მის ცხოვრებაზე. თუ გავყვებით მოვლენების ლოგიკას, მაშინ ადამიანი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს გადის სიცოცხლის მანძილზე. და ასეთ შემთხვევაში ყველა ეტაპზე უნდა დავსვათ კითხვა, რა არის ჩვენთვის პირველხარისხოვანი, რა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი. აი ამ ამოცანების შესაბამისად ადამიანი ირჩევს ცხოვრების ხარისხს. ადამიანი ირჩევს ცხოვრების წესს, რომელიც შესაბამის ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს. და ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა გვაძლევს შესაძლებლობას მივიდეთ ჯანმრთელობასთან, დღეგრძელობასთან, ცხოვრების ხარისხთან და ასე შემდეგ. თუმცა რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ცხოვრების წესი ჩვენივე არჩევანით, რომელზედაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველაფერი ახდენს გავლენას, მათ შორის ოჯახი, საზოგადოება, ობიექტური და სუბიექტური გარემოებები. არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უჩნდება დაუოკებელი სწრაფვა რაღაცის მიმართ. და ეს რაღაც შეიძლება იყოს მაგალითად ნივთიერება. ან შეიძლება იყოს ქცევის კონკრეტული მოდელი. და აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ცდილობს მუდმივად მოძრაობდეს სიამოვნებისკენ და მიისწრაფვოს იმ ნივთიერებისკენ, ან იმ ქცევისკენ, რომელიც მისთვის ერთგვარი ლტოლვის ობიექტია, აი ამ მდგომარეობაში ყალიბდება ცხოვრების წესი, რომელსაც ნარკომანია ჰქვია და რომელიც აყალიბებს სრულიად განსხვავებულ ცხოვრების წესს მისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც, რომელსაც დამოკიდებულება ჰქვია. დამოკიდებულება, როგორც გითხარით, შეიძლება იყოს განპირობებული ნივთიერებით, ქცევის მოდელით, შეიძლება იყოს განპირობებული სრულიად უჩვეულო წარმოდგენების მიხედვითაც დამოკიდებულება, რომელიც ადამიანს რადიკალურად უცვლის ყოველდღიურ არსებობას და აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი. შეცვლილი ცხოვრების წესი, ეს არის შეცვლილი შანსი დღეგრძელობის ცხოვრების ხარისხის. არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვითომ დამოკიდებული რომ არის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც მის გვერდით ცხოვრობს. აი ასე გაჩნდა ცნება, თანადამოკიდებულება. ანუ იმ ადამიანების უნებური მდგომარეობა, რომელთაც მსგავსი არჩევანი არ გაუკეთებიათ, მაგრამ დამოკიდებულ ადამიანთა ცხოვრების წესს იზიარებენ. დღეს ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ამას გვიკარნახებს დღევანდელი თარიღი. მე შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა თარიღი, რადგან დღევანდელი ჩვენი თემა არის თარიღთან მისადაგებული, ისევე როგორც არაერთი სხვა გადაცემა ნებისმიერი სატელევიზიო სეზონის ფარგლებში. მოდით ისევ თარიღზე გავაგრძელოთ საუბარი და გაგახსენებთ იმას, რომ დღეს 26 ივნისია. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ ცნობადობის კალენდარში არის მონიშნული 26 ივნისი საგანგებოდ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს თემა ეხება, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს პრობლემა
საკუთარ თავზე გამოუცდია და რაც თავარია ყველა იმ ადამიანისთვის არის ეს თარიღი, ვისაც მართალია პირადად არ ეხება, მაგრამ პროფესიულად ან საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის თარიღი, რომელიც თანამედროვე კაცობრიობას ეხება უნივერსალურად, ანუ ყველა ადამიანს ეხება, მიუხედავად მისი სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა და ასე შემდეგ. რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ დამოკიდებულებაზე და ჩვენ საუბრობთ ნარკომანიაზე. რა თქმა უნდა, მედიცინამ მიაგნო იმ აღმოჩენას, რასაც ნარკომანიის დამანგრეველი შედეგები ჰქვია. მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომ დღევანდელი თარიღი ერთდროულად აერთიანებს ნარკომანიის და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. საზოგადოებისათვის ეს თემა აქტუალურია ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ დღეს. თუმცა დღევანდელი თარიღი ეს არის კრებითი, როდესაც ჩნდება საბაბი იმისთვის, რომ ამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრონ პროფესიონალებმა და ამაზე კიდევ ერთხელ ყველანი დავფიქრდეთ ერთად, თუ სად არის მთავარი პრობლემა, რატომ არის ეს პრობლემა ასეთი აქტუალური ჩვენთვის, ჩვენი პოპულაციისთვის და რატომ არის საქართველოსთვის ასეთი საბედისწერო ყველა ის ახალი ნივთიერება, რომლის ფართო გამოყენება ხდება და რომელიც თავისთავად ახალ სამედიცინო რისკებს აჩენს. აი ეს იქნება დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა და სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. როგორც უკვე გითხარით, დღეს არის თარიღი, რომელიც საბაბს გვაძლევს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ნარკომანიაზე და არა უბრალოდ ნარკომანიაზე, ამ თარიღს საკმაოდ გრძელი წინადადებები შეუსაბამეს და დღეს ამ თარიღს მოიხსენიებენ როგორც ნარკომანიისა და ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. მიუხედავად იმისა, რა სიტყვებია ამ თარიღთან დაკავშირებული, ექიმებისათვის, მედიკოსებისთვის, ამ პრობლემის მქონე ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის მთავარი პრობლემა მაინც არის ცხოვრების წესი, როგორც დამოკიდებულება და დამოკიდებულება როგორც ნარკომანია და პირიქით. ამიტომ სწორედ ამ ჭრილში ვისაუბრებთ ჩვენ იმ ახალი ნივთიერებების გათვალისწინებით, რომელთა დამსახურებით ჩამოყალიბდა ახალი რისკები და ვფიქრობ, სწორედ ამის შესახებ უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი კი გახლავთ მრავალი წლის მანძილზე ჩვენი გადაცემის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, ნარკოლოგი, ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ხათუნა თოდაძე. ხათუნა, დილამშვიდობისა. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და მაყურებელს არ უყვირს, როდესაც ჩვენ წელიწადში ერთხელ ამ თარიღის აღსანიშნავად ხვდებით ერთმანეთს და საუბრობთ. არის კი საჭირო ყოველწლიურად ამ თემაზე საუბარი, არის კი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თუნდაც ერთ თარიღთან მიმართებაში ამ თემას ვუბრუნდებით. ნარკოტიკების მავნედ მოხმარებაზე, ნარკოდამოკიდებულებაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამის თაობაზე არის ალბათ თქვენი გადაცემის, ბევრი სხვა გადაცემის მიზანი, როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ხოლმე. 26 ივნისი ეს არის თარიღი, რომელიც გაერომ გამოყო იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ ისაუბროს და კიდევ ერთხელ განიხილოს თუ სად ვართ დღეს, რა პრობლემებია და როგორ უნდა მოვიქცეთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევასთან დაკავშირებით. ნარკომანიაზე საუბარი ფართო საზოგადოების გასაგონად, თუნდაც ჩვენი გადაცემის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე ერთია, მაგრამ ეს თვითონ ნარკომანების დამოკიდებულებას პრობლემის მიმართ ცვლის, ოჯახების დამოკიდებულებას
პრობლემის მიმართ ცვლის, როგორი განწყობაც არ უნდა გქონდეს ოჯახს. თავად ნარკომანის არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ინფორმირებულობა ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნარკოდამოკიდებულება ეს არის ბიოფსიქოსოციალური დაავადება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციუმის, ეს იქნებიან ოჯახის წევრები თუ ზოგადად საზოგადოება დამოკიდებულებას აი ამ საკითხის მიმართ, ვინაიდან ჩვენ როგორც ვექცევით ამ ადამიანებს არა ეს ხშირად განაპირობებს ხოლმე მათ ქცევას, მათ მომავალს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ პერსპექტივასაც? დიახ, რა თქმა უნდა. რესოციალიზაციის შესაძლებლობას ჩვენ განსაზღვრავთ ამ ადამიანების შანსებს რას გარკვეულწილად რა თქმა უნდა განსაზღვრავთ, რა თქმა უნდა არა მხოლოდ ზოგადად საზოგადოება, ამას განსაზღვრავს ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ის სერვისები, რომელიც არსებობს ამ ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა საბოლოოდ ინდივიდუალურად ყოველი ადამიანი, რომელსაც შეხებია აი ეს საკმაოდ მძიმე პრობლემა. და ეს ინდივიდუალურადაც, ოჯახურადაც და რასაკვირველია ეს აუცილებლად არის ხოლმე მერე საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო მდგომარეობა. ოჯახის ჭრილში იქნება თუ ეს ცალკეული ინდივიდების ჭრილში. ჩვენ ამ თემას გავაგრძელებთ, კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდება მოკლე ხანში და ჩვენ ვეცდებით თვალი გადავავლოთ თანამედროვე ნარკოტიკული საშუალებების იმ პალიტრას, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებული რისკები ჩამოაყალიბა და ეს რისკები რეალურია. როგორც დაგპირდით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდა, ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი პროფესორი ქალბატონი თათა ასათიანი. თათა დილამშვიდობისა. მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვაქვს საბაბი, რომ ნარკომანიაზე ვისაუბროთ, თუმცა ვფიქრობ ამისთვის მიზეზი გვაქვს ყოველდღიურად, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის და როგორც ქალბატონი ხათუნა ბრძანებდა, ეს ყველა ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემაა, თუმცა ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენს გენოფონდს ემუქრება და უქმნის საფრთხეს. აი ეს არის განსაკუთრებით საყურადღებო. თუმცა როცა ვამბობთ, რომ ახალი პარიტრა, ახალი ნარკოტიკული ნივთიერებები, ამას თავმოწონებით, სიხარულით, განსხვავებით სხვა მდგომარეობებისაგან, როდესაც მედიცინაში სიახლეები ძალიან სასიამოვნოა, ეს ის საკითხებია, რომელიც სულაც არ გვახარებს და რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ ოჯახისთვის, თავად მომხმარებლისთვის, არამედ ხშირად მედიკოსებისთვის, იმიტომ რომ რასთან გვაქვს საქმე, რაზეა, ვთქვათ, აქ ყურადღება გასამახვილებელი, რისგან უნდა იყოს დაცული ადამიანი, მომხმარებელი, ოჯახი, საზოგადოება, ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის ხოლმე ნათელი. და მე დაუბრუნდები გამოთქმას, როდესაც საზოგადოებისათვის თავზარდამცემი იყო, მაგალითად, ფრაზა ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით მორფინისტი. აი ასეთი სიტყვა იყო უკვე თავისთავად ძალიან ტევადი და ძალიან დრამატული. ის რომ ინტრავენური ნარკომანია 90-იან წლებში არა მარტო თავისთავად იყო პრობლემა, არამედ სხვა დაავადებების გავრცელებისათვის ნოყიერი ნიადაგი. რა თქმა უნდა, ეს იყო თავზარდამცემი. მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაზე ვსაუბრობთ. ანუ საიდან წამოვედით და სად მოვედით? მოდით მოკლედ ვთქვათ ამის შესახებ. ძალიან საინტერესო თემა. მე ტერმინოლოგიით დავიწყებ. დღესდღეობით ეს ტერმინი ნარკომანი აღარ იხმარება, რადგან სტიგმატიზაციასთან არის დაკავშირებული და უფრო მეტად მოვიხსენებთ როგორც დამოკიდებულ ადამიანებს. ადამიანებს, რომელთაც აქვთ მძიმე, ესეთი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება. ეხლა რაც შეეხება დინამიკას, საკმაოდ დიდი ცვლილება განიცადა საქართველოს შავმა ბაზარმა, ნარკოსცენამ, მაშინ, როდესაც წლების წინ, 10 წლეულების წინ, ძირითადად შავ ბაზარზე პრევალირებდა ერთი, მაქსიმუმ ორი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც იყო ტრადიციული, საკმაოდ კარგად შესწავლილი, როგორც შემადგენლობა, ასევე მასთან დაკავშირებული რისკები. რა თქმა უნდა, დღეს აბსოლუტურად შეცვლილია სიტუაცია. აი მაგალითის სახით რო დავასახელო, მაგალითად 90-იან წლებში უფრო მეტად გავრცელებული იყო ოპიუმის კუსტარულად დამზადებული პრეპარატი შავი, რომელსაც ძირითადად ინტრავენურად მოიხმარდნენ. შემდეგ მოიმატა ხვედრითმა წილმა ჰეროინის გავრცელების
და თანდათანობით გამოჩნდა სხვადასხვა ნარკოტიკები. იყო პერიოდები, როდესაც ძალიან გაფართოვდა საფთიაქო ნარკომანია, შემდეგ შემოვიდა კუსტარული ფსიქოსტიმულატორები, კუსტარული ოპიოიდები. დღესდღეობით გვაქვს ესეთი სურათი. ნარკოსცენა საქართველოსი არის საკმაოდ მრავალფეროვანი, სამწუხაროდ შეუსწავლელი, სწრაფად ცვალებადი და საკმაოდ საშიში. ძირითადი რისკები სწორედ იმასთან არის დაკავშირებული, რომ იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად სწრაფად ხდება ახალ-ახალი ნივთიერებების გამოჩენა ნარკოსცენაზე, რომ მათი შესწავლა და გარკვეული მიდგომების ჩამოყალიბება სპეციალისტებიც კი ვერ ვასწრებთ. არა მარტო მომხმარებლებმა არიციან თუ რას მოიხმარენ, ზუსტად მისმა ოჯახის წევრებმა და რაც მთავარი ხშირ შემთხვევაში სპეციალისტებმაც კი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ მე კითხვას, რომელსაც დაგისვამთ, მთლიანად ეყრდნობა თქვენს პროფესიულ გამოცდილებას და დარგისეულ ცოდნას. ეს არ შეიძლება ფართო საზოგადოებაში ყველა მიცოდეს. თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თქვენი საუბროთ ამის შესახებ. თუ გადავხედავთ ისტორიას, ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ცნობის მოყვარეობა, როგორც მამოძრავებელი, ცდუნება, საზოგადოებრივი ან იმ სოციუმის ზეწოლა, გავლენა, მიბაძვა, ბევრი მოტივატორი არსებობს, რატომ მიდის ადამიანი ნარკოტიკთან და თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ ამის შესახებ. თუმცა, როდესაც მოზარდებზე და ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, ეს ის სახიფათო ზონაა, სადაც ყველაზე ადვილად შესაძლებელია სწორედ აი ამ უცნაური, აი ქალბატონი თათა როგორც საუბრობდა, უჩვეულო, ახალი, ყოველთვის უცნაური ეფექტების მქონე და ზოგჯერ უცნობი რისკების მქონე ნივთიერების გამოყენების პრაქტიკა, დებიუტები, რომელიც სწორედ ამ პერიოდშია და თქვენ არაერთხელ გითქვამთ ეს ჩვენთან გადაცემაში. რა ნივთიერებებს მოიხმარენ დღეს ყველაზე ხშირად, აი რო შევხედოთ მოზარდები და ახალგაზრდები, ყველაზე გავრცელებული საქართველოში, რომელი ჯგუფის ნივთიერებებია? რაც შეეხება მოზარდებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით შედარებით დამწყებ მომხმარებლებს, არა და მე ყოველთვის ხას უსვამ ხოლმე, რომ ხშირად საბედნიეროდ აი ეს ექსპერიმენტული მოხმარება აი ამ ეტაპზე მთავრდება კიდევაც და შემდგომში ადამიანები გასინჯა და დაასრულა. ხშირად აღარ აგრძელებენ, მაგრამ არის ორი ძირითადი სამწუხარო, ასე ვთქვათ, გაგრძელება აი ამ ექსპერიმენტებისა. ერთი ის, რომ ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა, ხდება დამოკიდებული, ან იცვლის, ვთქვათ, შედარებით მსუბუქ ნარკოტიკს და გადადის უფრო მძიმე ნარკოტიკულ საშუალებაზე. და მეორე, რომელიც ალბათ ყველაზე დრამატულია, ეს შეიძლება უბრალოდ ერთი მოხმარებაც კი, ან ორი მოხმარებაც კი დამთავრდეს ძალიან მძიმედ ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც და მთელ მსოფლიოში არის შემთხვევები, როდესაც ფატალურია ხოლმე თუნდაც პირველი გასინჯვები ნარკოტიკული ნივთიერებებისა. ეხლა რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას და იმ ნარკოტიკების სპექტრს, რომელსაც მოიხმარენ საქართველოში და განსაკუთრებით დამწყები მომხმარებლები და ახალგაზრდები, მოზარდები. უპირველეს ყოვლისა ეს არის, რა თქმა უნდა, კანაბინოიდები, მარიხუანა და სინთეზური კანაბინოიდები, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული და გარდა ამისა ძალიან ფართო სპექტრი ნარკოტიკული საშუალებებისა, რომლებიც დღეს სამწუხაროდ საკმაოდ ადვილად ხელმისაწვდომია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე აი დღევანდელ აი ამ ნარკოსცენაზე, არა, ყოველთვის ვუსვამთ ხოლმე ამასაც ხას, რომ დღეს ნარკოტიკული საშუალებები სამწუხაროდ გახდა ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი, მათი მოპოვება გახდა ხელმისაწვდომი და მათი ღირებულებაც ხშირ შემთხვევაში დაბალბიუჯეტურია. დიახ, სხვადასხვა ბიუჯეტის არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არის საკმაოდ დაბალბიუჯეტურიც, რაც აი ამ ხელმისაწვდომობას ზრდის. ამ შემთხვევაში ხშირია ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკები, რომლებსაც მოიხმარენ ხოლმე. ეს არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რომ კლუბში მოხდეს მოხმარება, უბრალოდ ხშირად არის აი ამის პრეცედენტები და ამიტომ დაერქვა ამ ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც შეიძლება სხვა სიტუაციაში მოიხმარონ, მაგრამ ეს მაინც არის ძირითადად
სტიმულატორები, რომლებიც დღეს ძალიან ფართოდ არის გავრცელებული და მათი მრავალი სახეობა არის დღეშაო ბაზარზე. ეს არის მეტამფეტამინები, კათინონები, ახლა კონკრეტულ რასაკვირველი არ ვასახელებთ. არ ვასახელებთ. გარდა ამისა, ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები, სინთეზურ ნარკოტიკებზე ვსაუბრობ, რომელთა ზემოქმედება გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბუნებრივი ოპიოიდების, რის გამოც მათი წვლილი აი ამ ზედოზირებაში და მათ შორის ლეტალობაში არის ხოლმე საკმაოდ მაღალი. გარდა ამისა, ჰალუცინოგენები და სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებებია დღეს ხელმისაწვდომი. რამდენად ხშირია რამდენიმე ტიპის საშუალების ერთდროული გამოყენების ისტორია? ეს არის პრაქტიკულად საკმაოდ ხშირი ტრენდი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და არა მხოლოდ ჩვენ, ვინაიდან აი ეს მინარევების სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ერთდროული გამოყენება და მომხმარებელმა როგორც წესი არ იცის, რომ იქ არის მის მიერ შეძენილ ნარკოტიკში არის კიდევ შერეული სხვა ნარკოტიკი, სხვა ფსიქოტროპული და არაფსიქოტროპული საშუალებები და აი ეს რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფის ნივთიერების ზეგავლენა ხშირად კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ ნივთიერებების ზემოქმედებას ორგანიზმზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აი როდესაც ჩვენ გვაქვს შემდგომ ურთიერთობა პაციენტთან, არა ჩვენთვის ბოლომდე გასაგებიც არ არის ხოლმე რომელი ნივთიერება მოიხმარა. ეს განსაკუთრებით ეხება, როდესაც საუბარი არის აი ერთჯერად მოხმარებაზე, ეგრეთ წოდებულ ზედოზირებაზე, როდესაც ექიმებს უნდათ რომ გაუწიონ დახმარება აი ამ პაციენტს და ხშირად ეს დაკავშირებულია ხოლმე გარკვეულ საცოცხლო ფუნქციების დარღვევასთან და ის რომ არც პაციენტმა იცის რა მოიხმარა და ექიმებისთვისაც ძალიან ძნელი გასარკვევია აი ამ რამოდენიმე ნივთიერების ზეგავლენის ფონზე თუ რომელი არის წამყვანი, ეს რა თქმა უნდა ძალიან ართულებს ხოლმე დახმარებას და რაღაც ერთიანი სტრატეგიის გამომუშავებას და ხშირად აი ამის გამო ვთქვათ ექიმების აი ეს მცდელობა არც თუ ისე ეფექტურია, როგორც ის უნდა იყოს. და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაც არ ვიცით და არ ვიცით ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ვიღაც მალავს, ან ვიღაცა მართლაც არ იცის ამის შესახებ, ეს განაპირობებს სწორედ ამ სიტუაციის დრამატიზმს და იმ დრამატულ გამოსავალსაც, რომელიც შესაძლებელია. თუმცა რა არ იცის თანამედროვე ახალგაზრდამ და რა უნდა იცოდეს თქვენი აზრით, აი ამ ცოდნიდან გამომდინარე, რაც პროფესიონალებს გაქვთ. რას თulit სათქმელად, რა უნდა უთხრათ ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს, რა უნდა გაითვალისწინონ და რა დაშიფრული და დამალული საფრთხეებია, რომელსაც ვერ აცნობიერებს ადამიანი, რომელიც პირველად ცდილობს ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი ქალბატონმა ხათუნამ რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, რატომ არის ხელმისაწვდომი და თითქოს უწყინრად გამოიყურება ეს ყველაფერი და რა უნდა მოხდეს სიამოვნების მიღების გარდა და აი აქ რა გვაქვს პროფესიონალებს, თქვენ რა გაქვთ სათქმელი? პირველ რიგში რა არის ის აქედან დავიწყოთ და შემდეგ რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე მოიხმაროს ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება. დღეს მომხმარებლები და მეტსაც გეტყვით დამოკიდებული ადამიანები ისე მოიხმარენ ფსიქოაქტიურ საშუალებებს, წარმოდგენა არა აქვთ პრაქტიკულად. რა ნივთიერებას მოიხმარენ, ეს მინარევი სუბსტანცია რა დოზით შეიცავს ამა თუ იმ ნივთიერებას, რა მინარევებს შეიცავს და რა რისკებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში შეგნებულადაც ხდება ერთი ნივთიერების მეორე ნივთიერების სახელწოდებით გასაღება და უხშირესია შეცდომები ამ ხრივას. ან როგორც ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში მოქმედი ნივთიერება არის და სხვადასხვა სახელით გამოდის ეს ნივთიერება და ამ შემთხვევაში ბაზარი იყენებს მარტივ ხრიკს, დიახ, სხვადასხვა ხრიკებს. მათ შორის მიზანმიმართულად გარკვეული ინფორმაციების გავრცელება, მითები ეგრეთ წოდებული, როდესაც როგორც წესი ეს გავრცელებულია შეგნებულად ნარკოტიკების საშუალებით, აქ ხდება მომხმარებლების ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებიდან მეორეზე გადაყვანა. ანუ ხელოვნური დაინტერესება. ხელოვნური დაინტერესებით ხდება ეს ყველაფერი და რაც ყველაზე რთულია და მნიშვნელოვანია, ფალსიფიკაცია ფსიქოაქტიური ნივთიერებების როცა ხდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფსიქოსტიმულატორები, იგივე კლუბური ნარკოტიკების დაბინძურება ხდება
ისეთი უძლიერესი და ძალიან პოტენციური ოპიოიდებიც, როგორც არის ფენტანილი და მისი ანალოგები. არის სათემო ორგანიზაცია მანდალა, რომელიც პერიოდულად აქვეყნებდა თავის მოკვლევის შედეგებს, ეს იყო დაახლოებით 2003-2024 წლებში და აღმოჩნდა, რომ MDMA-ის კლუბური ნარკოტიკის ექსტაზის გარკვეული პარტიების უმრავლესობა დაბინძურებული იყო ფენტანილით და მისი ანალოგებით, რაც პირდაპირ ნიშნავს მომხმარებელი ადამიანების სიკვდილიანობის ძალიან მკვეთრად გაზრდას, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არატოლერანტულია, არ აქვს მას ჩამოყალიბებული ტოლერანტობა ოპიოიდების მიმართ და მოიხმარს ნარკოტიკს, რომელიც ფარშიფიცირებულია ფენტანილთან, ეს პირდაპირ არის ზედოზირების გამომწვევი რისკი. ეხლა რა უნდა იცოდეს ადამიანმა? ზუსტად აქედან გამომდინარეობს ჩვენი სათქმელი, მოკლედ ის, რომ ამა თუ იმ სუბსტანციამ სხვა ადამიანზე არ იმოქმედა, არ გამოიწვია გართულება, არ გამოიწვია ლეტალური შედეგი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ დააზიანებს. აქ ალბათობა ხათუნამაც აღნიშნა, პირველი მოხმარებაც კი შეიძლება საბედისწერო გახდეს. ძალიან საშიშია პოლიმოხმარება, ანუ კომბინირება იგივე ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებების, რადგან ამ დროს ვითარდება სინერგიული ტოქსიკური ეფექტი. აი მაგალითად ალკოჰოლის და ოპიოიდების მოხმარების შემთხვევაში მისი ეფექტის, ტოქსიკური ეფექტის უბრალო დაჯამება კი არ ხდება, ეფექტი ამ ჯამზე კიდევ უფრო მეტია და ხშირ შემთხვევაში ზედოზირები და სიკვდილიანობითაც მთავრდება და რაც მნიშვნელოვანია, ძალიან მაინც გადაწყვეტა ადამიანმა მოიხმაროს თქვათ ფსიქოაქტიური ნივთიერება და ორი ძირითადი ზიანი მე მინდა გამოვყო, ეს არის სინთეზური ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირება და მისი მართვა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები. რაც შეეხება ზედოზირებას, აუცილებელია ადამიანებმა ხელმისაწვდომი იყოს ოპიოიდური ზედოზირების მართვის ეტალონური პრეპარატი, ეს არის ნალოქსონი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ ზედოზირების ადრეული გამოცნობა და შემდგომ ამ პრეპარატის სწორი გამოყენება, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. დიახ, უკაცრავად შეგერთობით, აქ ლაპარაკი არ არის ნარკომანის დაძლევაზე, აქ ლაპარაკია სიცოცხლის შენარჩუნებაზე, თუნდაც ამ ცოდნით, რაც ბრძანეთ. დიახ. თუ დავამატებთ, თუ შეიძლება ვინაიდან თათასწორედ ამ საკითხს საუბრობს, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია და ნარკოტიკული ზედოზირების დროს შესაძლოა წუთებს ჰქონდეს მნიშვნელობა და ამიტომ უნდა გადადონ ყველაფერი გვერდზე და გამოიძახონ სასწრაფო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ მიაქცენ ყურადღება რა სიტყვიან, როგორი შედეგი იქნება და ასე შემდეგ. აუცილებლად. ეხლა რაც შეეხება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს. ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ძალიან ძლიერი მყისიერად, ფაქტიურად მყისიერად ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. თან ახლავს უძლიერესი შფოთვა, ძლიერი აგრესია, ემოციების ქრცევის კონტროლის უნარობა. პრაქტიკულად ახლა ჩვენ ბენეფიცერებს ხშირად წვენთ ხოლმე ამას რო ვამბობ, მაგრამ ეს ნარკოტიკები ახდენენ ძალიან ხანმოკლე დროში ადამიანების პიროვნულ ჩამოშლას, ღრღვევას. ანუ საბოლოო ჯამში ყალიბდება ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, მიდრეკილება სუიციდისკენ, ვითარდება ისეთი ფსიქოზური აშლილობები, ეს ადამიანები პრაქტიკულად ცხოვრობენ ფსიქოზური მდგომარეობით და სოციალურად საშიში ადამიანებს წარმოადგენენ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდეს ამ ფსიქოაქტიურ საშუალებებს. არის შემთხვევები უამრავი, როდესაც ერთმა მოხმარებამ კი გამოიწვია ასეთი ფსიქოზრული აშლილობა და ადამიანი მიიყვანა ისეთ შედეგებამდე, რომლის გამოსწორება პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა რომ ვერ მოხდეს. თქვენი ფრაზებიდან გამომდინარე, მე ახლა შემიძლია თამამად თქვა კიდევ ერთხელ, რასაკვირველია ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ რამდენად დაუსაბუთებელია ფრაზა, როდესაც ნარკომანი ამბობს, რომ ამას მე ვაკეთებ, ჩემ თავს უკეთებ და არავისთვის არანაირი ზიანი არ მომაქვს. რომ მე ვარ მომხმარებელი, მაგრამ ძალიან კარგად ვაზროვნებ, ძალიან კარგად ვსწავლობ, ძალიან კარგად მუშაობ, მშვენიერი ოჯახი მყავს. არა და
ექიმების წარმოდგენა ამ წარმოდგენას არ ემთხვევა. დღევანდელი თქვენი საუბარი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მით უფრო რომ აქ კიდევ ერთი ინსტრუმენტი შემოდის, რომელიც არ იყო თუნდაც ასე აქტუალური 5 წლის წინ, 10 წლის წინ, მით უფრო და კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ 20 წლის წინ საერთოდ არ განვიხილავდით მას როგორც ხელისშემშელ გალემოებას. ეს არის სოციალური ქსელები და ეს არის ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკულად ხშირად უკონტროლო ნაკადად მიედინება ადამიანის სხვა საინფორმაციო ნაკადებთან ერთად ადამიანისკენ. მიმართულია ყველა ასაკის ადამიანისკენ ეს ნაკადი და ამ ნაკადის მართვა წარმოუდგენელია. მით უფრო რომ აქ არის რისკები სხვადასხვა მიმართულებით, მე გეტყვით რამხელა არის რისკები, მაგალითად კლინიკური ნუტრიციის ცოდნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე მახსოვს პერიოდი, როდესაც კვებაზე დავიწყე სტუდენტობის დროს მუშაობა, პრაქტიკულად არასერიოზულად აღიქმებოდა და სრულად არასაინტერესოდ. ძალიან რთული იყო ამ გზის გავლა გარწმუნებთ აკადემიური მედიცინის ჭრილში და დღეს, როდესაც თითქოს ძალიან ტრენდული და მოდურია ეს თემა, ჩვენ ვლაპარაკობთ ყველანი გაუთავებლად ამ თემაზე და სიღრმისეული ჭეშმარიტება იკარგება. როგორ არის ამ ხრივ ნარკომანიასთან დაკავშირებით? სოციალურ ქსელს შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი გავლენა ამ პროცესებზე. მაგალითად, ნარკომანიის წახალისება მოზარდებში და ახალგაზრდებში, ან საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ეძებს თუნდაც ფარულად, აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი ხათუნას მინიშნება, რომ როდესაც კრიტიკულია მდგომარეობა, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ. აქ მაგალითად ადამიანი თითქოს ანონიმურად არკვევს ამ ინფორმაციას და ინფორმაცია არის კი სანდო. ანუ ბევრი კითხვა იბადება და მე უნდა გკითხოთ ამ შემთხვევაში როგორც პროფესიონალებს. სოციალური ქსელი გეხმარება თუ ხელს გიშლით? ძალიან კარგი კითხვა ქალბატონო მარი, ვინაიდან აი დღევანდელ დღეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური ქსელები და ნარკომანია ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ერთი გახლავთ ის, რომ უამრავი ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი სოციალური ქსელებიდან და ამის სხვადასხვა საშუალება არსებობს. როდესაც ჩვენ საუბრობთ სოციალურ ქსელზე, აქ არ იგულისხმება ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ ის მარტივად ხელმისაწვდომი ქსელები, ღია და მანიფესტირებული, რომელიც ღია. არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებული darknet-ი, როგორც უწოდებენ, ანუ ის სოციალური ქსელები, ბნელი ქსელები, ასე ვთქვათ, რომლის საშუალებითაც ხდება ძალიან ხშირად ნარკოტიკების გაყიდვა, მათი, ასე ვთქვათ, მარკეტინგი და არა მხოლოდ ნარკოტიკების, არ დავიწყებ ახლა ამ საკითხზე უფრო შორს წასვლას. და გარდა ამისა, დღეს სწორედ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, რომ სწორედ სოციალური ქსელები გახდა ნარკოტიკების მიწოდების და აი ამ გაყიდვის ძალიან მარტივი საშუალება. რამაც გაადვილა ხელმისაწვდომობა სწორედ. აქ აღარ არის საჭირო, რომ ადამიანი იცნობდეს, ვთქვათ, მეორე ადამიანს, რომელსაც აქვს ურთიერთობა ნარკოტიკული საშუალების დილერთან, რომელსაც ვთქვათ, ის რაღაცა თანხას მისცემს და ასე შემდეგ. გაცილებით უფრო მარტივია სამწუხაროდ ეს ყველაფერი. გზა ძალიან შემოკლდა და ეს გზა სხვათა შორის ახალგაზრდებმა და ზოგჯერ მოზარდებმა უკეთესად იციან, ვიდრე ზრდასრულმა ადამიანებმა. და დიახ, გააგრძელეთ. მართლება ქალბატონმა ხათუნამ ისაუბრა, რა მარტო ხელმისაწვდომობა გაადვილა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროა ინფორმაციის მიწოდებაც, არასწორი ინფორმაციის ხშირ შემთხვევაში. მოზარდები, მათი ოჯახის წევრები იღებენ ინფორმაციას გარკვეულ პლატფორმებიდან, სადაც სამწუხაროდ შეგნებულად თუ შეუგნებლად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის მიზანმიმართულადაც, აი როდესაც ევროპაში 2008 წელს ჭერს ესე გავრცელდა შემდგომ საქართველოშიც ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკები, ყველა მათგან შეფუთვაზე ეწერა, რომ ეს არის აბსოლუტურად მცენარეული, უვნებელი, რელაქსაციისთვის ძალიან კარგი საშუალება, განტვირთვის საშუალება, რეალურად ეს შეიცავდა უმძიმე სინთეზურ კანაბინოიდებს, რომელიც გავრცელდა მათ შორის საქართველოში და სხვათა შორის ძალიან ბევრი შემთხვევა მოხმარების შედეგად ლეტალურადაც დამთავრდა. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას დაუპირისპიროთ ჩვენ კვალიფიციური, სწორად კონსტრუირებული ინფორმაცია. და კიდევ მეორე საკითხი, რაც შეეხება სტიგმის შედარებით შემცირებას. საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც მომხმარებლები ამ თემაზე და დამოკიდებული ადამიანები ძალიან კატეგორიულად ერიდებოდნენ ამ თემაზე საუბარს.
ჩვენიცაც გვჭირდებოდა რესპონდენტი, პირდაპირ ვეუბნებოდით ხოლმე ჟურნალისტებს უარს, იმიტომ ამის წარმოდგენაც კი ძნელი იყო. ეხლა ადამიანებმა დაიწყეს თავისუფლად თავის დაავადების შესახებ, თავის გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, გამოცდილების გაზიარება, რაც კარგიც არის და ცუდიც არის. კარგი იმიტომ არის, რომ გარკვეულწილად ეს სტიგმა, სირცხვილე, სოციალური იარლიყი მათ გარკვეულწილად მოიშორეს. თუმცა სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ ამის მიღმა ვრცელდება ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, რომელიც არათუ დამხმარე. ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელიც კი შეიძლება იყოს იგივე მოზარდებისთვის და სხვა ადამიანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო დღევანდელი სტუმრობისთვის. ეს არის ძალიან დიდი თემა, რომელსაც რასაკვირველია ერთი გადაცემა ვერ დაიტევს, მაგრამ 26 ივნისი არის საბაბი იმისთვის, რომ ამაზე ვისაუბროთ და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი დასაფიქრებელი, ყველასთვის დასაფიქრებელი საკითხი წამოვჭერით დღევანდელ გადაცემაში. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ნარკოლოგი, ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ხათუნათოდაძე და მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ნარკოლოგი ქალბატონი თათა ასათიანი. მე კოლეგებო დაგემშვიდობებით, თუმცა მაყურებელს არ ვემშვიდობებით, წინკვებით შუქნიშანი გველოდება. ჩვენ საუბრობთ ყოველდღიურად ადამიანზე. შესაბამისად, ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და მის არჩევანზე, რომელი ცხოვრების წესი იქნება და მისი დღეგრძელობისა და ცხოვრების ხარისხისთვის სარგო. ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია. თუმცა ჩვენ საუბრობთ ხშირად ცხოვრების წესზე, რომელსაც დამოკიდებულება ჰქვია. დიახ, დამოკიდებულება, რომელიც ცვლის თავად ადამიანის ცხოვრების წესსაც, მისი ოჯახის წევრების ცხოვრების წესსაც და აყალიბებს თანადამოკიდებულებას. რაც უფრო მეტად არის დამოკიდებული ადამიანი ამა თუ იმ ნივთიერებაზე, მით უფრო მეტად აქტუალურია სამედიცინო თვალსაზრისით წონასწორობა მის ორგანიზმში და წონასწორობა საკვებ ნივთიერებებს შორის. დიახ, აი ასეთ შემთხვევაში საუბარი 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტებზე არსებითია და ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ სწორედ ამაშია პარადოქსი, რაც უფრო მეტად არის ადამიანი დამოკიდებული, ჩვენ შევთანხმდით, რომ მით უფრო მეტად სჭირდება დაბალანსებული კვება. რეალურად რა ხდება? ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამა თუ იმ ნივთიერებაზე, ზრდიან წონასწორობის ხარისხს საკუთარ კვებაში. სამწუხაროდ არა. არც კვებაში და არც ცხოვრებაში და ასეთ შემთხვევაში სასწორი არის ზუსტად ის სიმბოლო, რომელიც აი ამ დარღვეულ წონასწორობას ასახავს. დიახ, ერთი მხრივ ჩვენ გვინდა რომ შეინარჩუნონ წონასწორობა კვებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, იმიტომ კი არ გვინდა რომ ეს ჩვენი პირადი სურვილია, იმიტომ რომ მათი ორგანიზმის საჭიროებიდან მომდინარეობს. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ ობიექტურად სასწორს, მაშინ აღმოვაჩენთ, რაც უფრო დამოკიდებულია ადამიანი, მით უფრო მეტად გამოხატულია დარღვეული წონასწორობა, ანუ დისბალანსი. სად არის ეს დისბალანსი? მოდით ცოტა ხნით კვებით შუქნიშანთან გადავინაცვლოთ და უცებ ჩამოვთვალოთ. არის კი წონასწორობა ერთი მხრივ ჯანმრთელობის რისკებსა და მეორე მხრივ მიღებულ ნივთიერებებს შორის. ნივთიერებებზე დამოკიდებულება, როგორც წესი, ეს არის პირველ რიგში ფსიქოლოგიური, რადგან ეს ასოცირებულია სიამოვნებასთან. თუმცა გადის დრო და ადამიანს ფიზიკური დამოკიდებულება უყალიბდება. ამ პროცესში ერთვება ყველა სისტემა და ყველა ორგანო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყალიბდება აშკარა სამედიცინო რისკები ან ფარული სამედიცინო პრობლემები. და აი ასეთ შემთხვევაში ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც თავმოყრილია ჩვენს კვებით შუქნიშანში, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. საჭიროა თუ არა დამოკიდებულების დროს, სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულების შემთხვევაში, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების, ანტიდამჟანგავების, ანუ ანტიოქსიდანტების მოხმარება. დიახ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმ პროდუქტების მოხმარება, რომელიც ჩვენი კვებითი შუქნიშნის მიღმა არის დაშიფრული. სინამდვილეში ასე ხდება, სამწუხაროდ არა. და აქაც გვაქვს ზუსტად ის დისბალანსი, რომელზედაც მე თქვენ გესაუბრებოდით. ანუ სჭირდებათ მათ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, თვისებების მქონე ბოსტნეული, ხილი, მრავალფეროვნება საკვები პროდუქტებისა, მაგრამ რეალურად არ იღებენ. ამ პროდუქტებში არის დაშიფრული მათთვის აუცილებელი ვიტამინები და მინერალები. დიახ, და აი ასეთ შემთხვევაშიც, როდესაც ამ ტიპის პროდუქტებს არ მოიხმარენ, ყალიბდება სხვადასხვა აუცილებელი მინერალის, ვიტამინის, მაკრონუტრიენტის დეფიციტი.
ესეც რეალობა. ეს არის უკვე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენ საუბრობთ ხოლმე ზოგადად სიცოცხლის წინაპირობაზე და თავად სიცოცხლის ყოველდღიურ არსებობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს იყოს დაკავშირებული წყალთან და წყლის ადეკვატურ მოხმარებასთან. აღმოჩნდა, რომ დამოკიდებული ადამიანები აქაც არღვევენ წონასწორობას უნებურად ან ნებით, როდესაც მათი სითხის ბალანსი არის სისტემატურად დარღვეული. ჩვენ ცალკე გვისაუბრია ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, ცალკე გვისაუბრია მაგალითად კანაბინოიდების და მრავალი სხვა ნივთიერების შემთხვევაში, მაგრამ ჯამური დასკვნა შეგვიძლია ჩამოაყალიბოთ ასე. მესამე დარღვეული წონასწორობა მათ შემთხვევაში ეს არის სწორედ სითხის არაადეკვატური მოხმარება. არის ცდუნება სხვადასხვა საკვები ნივთიერებების უპირატეს გამოყენებასთან, დიახ არის ასეთი ცდუნება. მაგალითად, უფრო მეტი ტკბილეულის გამოყენება, კოფეინშემცველი პროდუქტების ჭარბად გამოყენება, მაგალითად პროცესირებული ან გადამუშავებული ტრანსცხიმებითა და მარილით დატვირთული პროდუქტების მოხმარება. რეალობა, დიახ, რეალობა, აი აქაც გახლავთ დარღვეული წონასწორობა სასარგებლო და არასასარგებლო პროდუქტებს შორის. ესეც მეოთხე დარღვეული წონასწორობა. მეხუთე, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ეს გახლავთ დამოკიდებულების ერთი ობიექტიდან მეორეზე გადანაცვლება. როდესაც მაგალითად ერთი ნარკოტიკული ნივთიერება ჩაანაცვლა მომხმარებელმა სხვა ნივთიერებით. მაგალითად, ის აღარ მოიხმარს კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მაგრამ გახდა ალკოჰოლმომხმარებელი და ალკოჰოლ დამოკიდებული. ეს გახლავთ ზუსტად ის დარღვეული წონასწორობა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ბოლოს თავს მოვუყრი ერთად მთავარ დისბალანსს, რომელიც აქ არის გასათვალისწინებელი. ეს არის დარღვეული წონასწორობა წონასთან მიმართებაში, ეს არის დარღვეული წონასწორობა ფიზიკურ აქტივობასთან მიმართებაში, დარღვეული წონასწორობა ძილისა და სტრესის მართვაში, რეჟიმის მართვაში, ამა თუ იმ ულუფისა და შინაარსის მართვაში და რაც მთავარია, ეს არის დარღვეული წონასწორობა ნაკვებობასა და არანაკვებობას შორის. მთავარი საჩუქარი ბრჭყალებში, რაც შეიძლება მოიტანოს ამ ტიპის დამოკიდებულებამ, ეს გახლავთ არასაკმარისი ნაკვებობა, მალნუტრიცია, რომელიც წონის ნამატის ან ჭარბი წონის მიუხედავად სულაც არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანს საკვები ნივთიერებები ბევრი აქვს. პირიქით, ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, როდესაც ორგანიზმი განიცდის საკვები ნივთიერებების ნაკლებობას და რაც მთავარია, განიცდის ცილის ნაკლებობას, განიცდის ამ ნივთიერებების ნაკლებობას მუდმივად, არა ერთჯერადად, იქ სადაც ორგანიზმში რღვევა მიმდინარეობს, იქ სადაც ორგანიზმში ნაკლებად ხდება აღმშენებლობითი პროცესებით რღვევის გადაფარვა, ცილის ადეკვატურ მოხმარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რაც არ ხდება დამოკიდებული ადამიანების შემთხვევაში. მე ეს ნუსხა შემიძლია უსაშველოდ გავაგრძელო, მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ დამოკიდებულება ყოველთვის ქმნის რისკებს, რომელიც ფსიქოლოგიურიც არის და არის ფიზიკური, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა შემთხვევაში ეს არის ჯანმრთელობის სხვადასხვა წახნაგთან დამოკიდებული, დაკავშირებული და არა მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ ოჯახის და საბოლოო ჯამში საზოგადოების. მე ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.